Aha. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვართ ჯგუფი პარანორმალი და როგორც უმრავლესობამ იცით უკვე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაშლი ჯვარში, გაფაურებული მკვლელობის შემთხვევის ადგილზე და დღეს ყველაფერს დავადგეთ, გამოჩნდება რა ხდება ამ შენობაში და თუ ხდება საერთოდ რაიმე, ისეთი რაც პარანორმალურში გადის და თქვათ დაკავშირებულია უშუალოდ ამ მკვლელობის ამბავთან, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დღეს გავარკვევთ. მიზეზი იმის თუ რატო ამოვედით აქ, გახდა ის, რომ ამ მკვლელობის შემდეგ შენობიდან ისმის უცნაური ხმებიო. გადმოცემით ვიცით, რომ ამ შენობიდან ისმის ყვირილის ხმები და რაღაც საეჭვო ხმები, რომელიც პარანორმალურში გადის. ხოლო სინამდვილეში რა ხდება? ამას უკვე ჩვენ დღეს გავარკვევთ. მე პარანორმალის ექსპერტი გიორგი მიკაუტაძე ვიმუშავებ დღეს და ჩემი დამხმარე სანდრა ხუციშვილი. ნახოთ, დავიწყოთ. ეხლა შენობასთან დგავართ უშუალოდ ასასვლელში და ეტაპობრივად ყველაფერს გავივლით. მას ასე, მეგობრებო, ვიწყებთ ამ გამოკვლევას და ვნახოთ, როგორ ჩაივლის დღევანდელი ყამე მკვლელობის უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან. დროებით და ჩავართვებით. ეხლა ვიმყოფებით ვაშლი ჯვარში. სწორედ იმიტოვებულ შენობის პირველ სართულზე და აქედან ვიწყებთ გამოკვლევას. ხელში გვაქვს საძიებო აპარატურა, EGF-ით თან გვაქვს, ყველა საჭირო მოწყობილობა თან გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით დავიწყებთ ვიზუალურად ესე დაკვირვებას და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ელექტრომაგნიტურ მოწყობილობას, რომელიც პირდაპირ ეძებს, ასე ვთქვათ, პარანორმალურ მოვლენებს, ეძებს ასე ვთქვათ, აქტიურ ზონებს, ასტრალურ აქტიურ ზონებს და უშუალოდ სულის არსებობასაც გვატყობინებს და პირდაპირ გადავწყვიტეთ, რომ ჩავთოთ საქმეში უშუალოდ ეს აპარატურა. ვინაიდან მკვლელობის მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ახლა გავივლით და გაჩვენებთ. სად მოხდა ეს ყველაფერი, სად იქნა გვამი ჩამოგდებული, ზუსტად მივიღოთ პირდაპირ იმ ადგილზე და გადაგდა ყველაფერს გავიწყებთ. წავიდეთ.
შენ გაქვს ადგილი სადაც ჩადო? ახალ მოქვს. ჯიბეში ხო გაქვს? ახლა მოქვს ჯიბე. აბა ეს რა არის ეს? ნახე. მეორე შეს მოქვს რა ქვია. ეს არის ჯერჯერობით შენობის პირველი სართული. ეხლა ჩავალთ 0 სართულზე და გაჩვენებთ. უშუალოდ სად იყო ჩამოგდებული გვამი. ყველაფერი დღეს ისე ვისია, როგორც ძიების პროცესში იყო. ამიტომ ჩავალთ იქ და ანჩეს შემთხვევით ადგილზე გვიჩვენებთ. აი ეს არის ლიფტის შახტა, სადაც გვამი ჩამოაგდეს. უბრალოდ ამოვათრიეს, იმიტომ რომ ჯერ მეშვიდე სართულიდან გადმოაგდო. კვლევმა შემდეგ ეზოდა შემოათრია სწორედ ამ შახტაში. ეხლა წავაგდოთ და მივიდეთ მაგდულზე. აი ეს არის სადგური. და უფრო ზუსტად ქვემოდან ბეჭდი წავაგდოთ ჩავაგდო. აპარატურა შვიდათ არის და წნარად არაფერს ამომავლებს ფიქსირებს აი აქ არის სანდო ხოლმე კამერა ბალეთ დაიჭირა და გავანაცვლე სადგური. მოგლობთ? აი მეგობრებო, ნახეთ ახლა. ჩანს კარგად ყველაფერი? კი. აი დავაკვირდეთ, ნახეთ კედელი როგორ არის გამორული, ხედავთ? აი ეს კედელი არის ცეცხლის ყვალის ერთ-ერთი შემორჩენილი სამფილი, მოდი ასე რა ვთქვათ. აი ლეიბი, რომელიც გვამს დააფარეს. დაიღე ახლოდან? ჩანს ხო კარგად? კი. ანუ კვლევმა გვამი შახტიდან კი არ გადმოაგდო აქ, არამედ გარეთ გადააგდო ეზოში და შემდეგ ამოათრია, ანუ ესე ჩოჩებით მოიყვანა ამ ადგილზე დააგდო პირდაპირ. და შემდეგ დააყარა ნაგავი, დაასხა ბენზინი და სწორედ ეს ლეიბი ხა აი აქ რო დევს, ეს დააფარა გვამს ზემოდან, წააფარა და წაუკიდა ცეცხლი. აი კვლავს ხედავთ. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც გვამი ეგდო, განადგურება. ეხლა ზუსტად მაგ ადგილზე ვდგავართ. და შემორჩენილი არის პოლიციის მიერ ანუ ძიების პროცესში გადაკეტილი ეს სპეციალური კონუსებით. სანამ ექსპერტიზა მიმდინარეობდა, აი აქეთ საჩვენე ეს ლეიბის. ხედავთ ხო აგერ? აი დამწვარი ლეიბის კვალი. აქაც და აქაც. და ნახევრად დამწვარი სხეული ის სრულად არ დაიწვა, ნახევრად დამწვარი სხეული, სწორედ აქ ნახეს შემთხვევის ადგილზე შემდეგ აღწერეს. ეხლა რაც შეეხება ჩვენს აპარატურას, აბსოლუტურად სიმშვიდეა ჯერჯერობით. არაფერი არ ფიქსირდება, არანაირი მოძრაობა არ ფიქსირდება, არანაირი ანომალიური კვალი არ ფიქსირდება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს შენობის მეშვიდე სართული, სადაც კვლელობა მოხდა უშუალოდ. აქ არ მოხდა რა კვლელობა, არამედ მოხდა მეშვიდე სართულზე ზემოთ. ეხლა ჩვენ ავალთ სწორედ შემთხვევის ადგილზე და ყველაზე საინტერესო მომენტი სწორედ ზემოთ არის. არის თუ არა კვლელობის ადგილზე რაიმე
რაც მიგვანიშნებს სულის არსებობაზე. ამას ეხლა ცოტა ხანში გავიგეთ ერთად. კარგი, დაბრუნდით, კა. მეგობრებო, პირველი შემოვლით დაფიქსირდა ძალიან ძლიერი ასტრალური ზონა მე-7 სართულზე. ეხლაც იგივე ხდება. ძალიან ძლიერი ასტრალური ზონა არის. პირველად შემოვლით გაიყვა რა. ყველობის ადგილი უშუალოდ კორპუსი არ არის პირდაპირ ვთქვათ. იმიტომ რომ აქ მოხდა მძიმე დაჭრა თვითონ ამ ადამიანის. შემოვატაროთ ერთი კადრიც ვაჩვენოთ, ეს არის ზუსტად ის ადგილი. სადაც მოხდა აი ეს ხუბი, სადაც ეს დაპირისპირება მოხდა, აი ეს ადგილი. ეხლა სადაც გავართ. აპარატის ყველაზე ძლიერად ზუსტად აი ამ ფთა, აი ანუ განაყოფს ნაწილს, აი ამ კორპუსის სამ ნაწილში გვიჩვენებს ძალიან ძლიერ ასტრალურ ზონებს. მაგრამ ადამიანი გარდაიცვალა მას მერე, რაც გადააგდეს ფიზიკურად მე-7 სართულიდან ქვემოთ. შემდეგ ეს მკვლელი ჩავიდა, როგორც თვითონ იძახის და ეს გარდაცვლილი ცხედარი აიღო უკვე და მიიყვანა ლიფტის შახტაში, სადაც შემდგომ ცადა მისი დატლა. პარანორმალმა რა ფაქტები გავარკვიეთ ის, რომ მე-7 სართულზე, სადაც დაიწყო ეს ყველაფერი, უშუალოდ არის ძალიან ძლიერი ასტრალური ზონა მთელ სართულზეა. ეხლა საინტერესო ის მომენტია, რომ ორჯერ დავაფიქსირეთ განგაშის სიგნალი, ეს უკვე ასტრალური ზონა აღარ არის. ეს უკვე არის უშუალოდ სულის მოძრაობა და არა ასტრალური ზონა. ეკრანი გაყვითლდა. ჯერ წითელ ზონაზე არ ავსულვართ, მხოლოდ ყვითელი ჰქონდა, მაგრამ ეს ყვითელიც მაგას ნიშნავს, რომ მოძრაობა იყო. ეხლა ჩავალთ მე-6 სართულზე, ჩვენ ეხლა აი აქ მე-7-ზე ვართ, სადაც ეს მოხდა, ეს მძიმე დაჭრა და ეს დაპირისპირება. ჩავალთ მე-6 სართულზეც დავაკვირდებით და ვნახოთ იქ რა სურათი გვექნება. შედარებისთვის, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს ეხლა შემთხვევის ადგილია, სადაც დაიწყო ეს ყველაფერი. საინტერესოა მე-7 სართული რაც, მე-6 სართული რაც გვიჩვენებს და ეხლა სანდრას ხო გამაყოს და წავიდეს იქ. პერიოდულად სანდრა, ულე ამოდი. აი ეს ისაა, ეგაა. კი. აკრამიდო ფიქრობ, აქეთ არაფერი არ ვიცავს, გადაიდე ესეც. აი, მეგობრებო, როგორი სიტუაცია არის? არანაირი ჯებირი არ არსებობს. და მაქსიმალური ყურადღება. ოდნავ ერთი არასწორი მოძრაობა და გამიდია ვერ გადაუშვი. სანდრა. ეს ნაწობს. ой, сюда добро. Специально не помню. Надо. Это чалдио, но я все совсем. ძალიან ბევრი სამშენებლო მასალა ყრია და ძალიან ცუდად იდგმება სამწუხაროდ ფეხიც. არაფერი. მე ფოტოზე მერე დააფერე. ისევ არაფერი. აბსოლუტურად არაფერი მოდგადაი. შვიდობა არის აბსოლუტურად. აბსოლუტურად არაფერი.
ნოლი აქტივობა. აბსოლუტურად არაფერი. არა, ზემო. მიერი ზომი. აბსოლუტურად არაფერი სამ გადაიღე. ესე იგი მე-6 სართულზე ჩამოვედით და არაფერი არ ხდება. მე-7 სართულზე აპარატი ძალიან ძლიერ აქტივობას გვაჩვენებს. ეს კიდევ ერთი უდავამტკიცებულებაა იმის, რომ ჩვენი აპარატურა უზუსტესია. აპარატი ადვილად იგებს ასტრალურ ზონას და პარანორმალს გვატყობინებს ამის შესახებ. შედარებისთვის ჩამოვედით მე-6 სართულზე, ეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ჯერა იმის, რომ ჩვენი აპარატურა უზუსტესია და ცნობილებას გამორიცხავს. ფაქტებს ხო გაჩვენებთ ახლა. მე-7 დატვირთული სართულია, მე-6-ზე აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. რატო ეს ხდება? იმიტომ რომ ზუსტად გვიჩვენებს აპარატი და ის ზუსტია. და მე-7 სართული იყო სწორედ. აი ამ დაპირისპირების ზონა. სადაც დაიწყო. ეს მიმდევრი დაიწყო. აბსოლუტურად არაფერი. ნოლი. ნოლი აქტივი. ნოლი აქტივი. აბსოლუტურად ნოლი აქტივობა. აბსოლუტურად ნოლი აქტივობა. მეგობრებო, ყურადღებით მომისმინეთ. ეს არ არის საბავშვო თამაში. და თუ ვინმე თამაში გონია, მაშინ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჩვენი არხიდან სამუდამოდ წავიდეს. ხოლო მათ, ვისაც აინტერესებს, რეალურად რა ხდება, მაშინ, როდესაც ადამიანს კლავენ როგორც ხეთს ისე. რას ტოვებს ეს კვლევობის და შემთხვევის ადგილები, სწორედ მაგას ვადგენთ ახლა დღეს აქ. ამიტომ გიჩვენებთ მე-7 სართულზე, კიდევ მეორედ, იქ დაიწყო ყველაფერი. და აპარატი უშეცდომოდ გვატყობინებს ძლიერ ასტრალურ ზონებს ყველგან. მთელ სართულზე, ხოლო მის ქვემოთ, ერთი სართულის ქვემოთ, აბსოლუტური მშვიდობა, არაფერი არ ხდება. რას ნიშნავს ეს? შედარებისთვის რო ვთქვათ. ნიშნავს იმას, რომ ადამიანი წამებით მოკლეს და ყველაფერი მე-7-დან დაიწყო და არა მე-6-დან, არა მე-5-დან, არა მე-4-დან, არა მე-3-დან და არა პირველიდან. ესე რა ვთქვათ. დასწავლისთვის ახლა ჩვენ ჩავაყვებით სართულებს, რა თქმა უნდა, ყველა სართულში ჩავამოწმოთ. და კვლევობის ადგილზე უშუალოდ, სადაც მისი ადამიანის გვამის დაწვის მცდელობა იყო, გაჩვენებთ, რომ იქაც აპარატი აბსოლუტურად ზუსტად ატყობინებს ყველაფერს. იმესაც რომ ამაში დავარწმუნდეთ, რა თქმა უნდა, ახლა დავუვლით ყველაფერს. ნოლი აქტივობა და აი ამ ფასად შევამოწმებთ აქაც ნოლი აქტივობა და რა თქმა უნდა იქნება ნოლი აქტივობა ნოლი აქტივობა ნოლი აქტივობა ეგრეთ ვიცით ჩავიდეთ ერთ სართულზე ხმები ისმოდა მე-7-ზე, ხო სწორია? კი ბატონო. და პირველზე, ხო სწორია? პირველზე ისმოდა, კი და მე-7-ზე. ძლიერი ბრაგუნის ხმა იყო მე-7-ზე და მცირე ხმები იყო პირველ სართულზე. დიახ, სწორედ ეგრე იყო. და პირველი სართული არის მძიმე შემთხვევა, ვინაიდან ამ ადამიანის სხეულის დაწვის მცდელობა იყო პირველ სართულზე, ხოლო ყველაფერი მე-7-დან დაიწყო. აი ეს ორი სართული გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობით და მაგას ვადგენთ ახლა ზუსტად. წავედით.
გაიგე? დავიგე. ზემოდან იყო, ხო? ზემოდან იყო სერიოზული ბრაგუნის ხმა. მეშვიდება. კი. დავიგე. სიბასანკო. წადიოდი. მოყოლას მეჭისო. აი, ფაქტები უყურე. ამოვედით მეშვიდეზე და ნახე რა შევა აპარატი. გაგიჟდა. არა. ვერ დავარქმევდი რომ გაგიჟდა, მაგრამ ძლიერ აქტივობა. კი. ბრაგუნის ხმა აქედან გაისმა, ანუ მე-6 სართულს ვაკვირდებოდით, როცა შევნიშნეთ ეგ ხმა და ეხლა ზუსტად შემთხვევის ადგილზე ამოვედით, საიდან ხმა ისმოდა. ეს არის ზუსტად მე-7 სართული, აქედან გადააგდეს გარდაცვლილი. აქ გარდაცვლილი ადამიანი. აი აქ პროგრამა ფიქსირდება. აქტიური ზონა. ეგეებში გამოვიყენეთ, მაგრამ ეგეებზე კავშირზე არავინ გამოვიდა. რა თქმა უნდა, კიდევ ვცდით ეგეების გამოყენებას, ვინაიდან ახლა უკვე გვიანი ღამეა და ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცა ძალიან გააქტიურდეს. ეგ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ რა თქმა უნდა, ეგეები თან გვაქვს და პერიოდულად გამოვიყენებთ კიდეც. სანდრა მე რას ფიქრობ, იცი? რას ფიქრობ? ანუ არის ესეთი უცნაურობა, რომ ადგილი თვითონ ძალიან აქტიურია, ნახე. ეს ხმაური რო ისმის პერიოდულად, ეს ბრაგვანის ხმა, ხო? ზუსტად ბრაგვანის ხმა ის, ხო სწორი? კი, ზუსტად ეგეთი თქოს, აი ან ვიღაც რა ახტეს და დაახტეს რაღაცა ესეთი, ან აი რაღაცა სტოპ. ერთი წუთი. ეგ ბრაგვანის ხმა რო ისმის და ბევრჯერ განმეორდა უკვე, ხან პირველ სართულზე გავიგეთ, ხან მე-7-ზე აქედან. იცი რა, აი აქ გვაქვს ძლიერი ასტრალური გარემო, ხო? ეს ის ხმა ხო არ არის ის ადამიანი რო გადააგდეს და დაეცადეს და პერიოდულად მეორდება. და ასეთი რამ შესაძლებელია, არავის გაგიკვირდეთ. შესაძლებელი, იმიტომ მძიმე მასის ხო, მძიმე მასის დაცემის ხმა არის. კი ბატონო, ისმის პერიოდულად. ეხლა მე-6 სართულზე რო ვიყავით, მაგიტო ამოვედით მე-7-ზე, ვაპირებდით მე-5-ზე გაგვეგრძელებინა, მაგრამ მე-7-დან გაისმა ბრაგვანის ხმა. აი ბუმ რაღაცა ეგ. როგორ აი ასე ვთქვათ, აგურს რო დაარტყავ, არა, აი უფრო აი მასა, აი ტომარა რო დააგდო მძიმე. აი მშენებარე დაცემის ხმა. დაცემის ხმა, ხო. ეს არის უშუალოდ დაცემის ხმა. და ეგ უკვე მე რამდენჯერ გამეორდა? მე-13, ხო? მე-13 გამეორდა. და ძალიან კარგად ვიცი რომ გვამი არ იყო ჯერ, ცოცხალი ადამიანი იყო აქედან რომ გადააგდეს. და ეგ ის დაცემის ხმა ხო არ არის, სანდრა? და კავშირშია, ანუ აი ამ ასტრალურ ზონასთან. ხო, იმიტომ რომ ყველობის ადგილი ხო დამახსოვრებულია. და მე მეშვება ხო. ისმის. და პერიოდულად რო ისმის ამას ესახსნა, ნახეთ. აი რატოა საინტერესო ეს ყველაფერი. დაცემის ხმა და არავითარ შემთხვევაში სხვა რაიმე ხმასთან არ გვაქვს საქმე. არა ეს არ არის არც ხის გადაჩოჩება ან არა კაცო რა გადაჩოჩება ეს არის სერიოზული აი ბრაგვანის ხმა. საინტერესო ის არის კამერამ თუ დააფიქსირა თუ აღიქვა რა ეს უკვე მე-13 განმეორდა ერთი და იგივე ხმა ხო სწორია ხო აგეშლება რამე არა დაცემის ხმა უკვე მე-13 მეორდება დარწმუნებული ვარ კიდე იქნება კი
კიდე იქნება. მე მაგაში დარწმუნებული ვარ. და ეს პირდაპირ კავშირში არის მომხდართან. აი ამას ვიძახი მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ შენობაში, სადაც ეს საზარელი მკვლელობა მოხდა და ზუსტად იმ სართულზე ვდგავართ, საიდანაც მოხდა ადამიანის ქვემოთ გადაგდება. პერიოდულად სწორედ ეს ხმები გვესმის. რამდენია პროცენტი? 33. კი ბატონო, 19 რო ჩამავალ მითხარით. კი. აუ. ხილოთ. მაგრამ ისე რომ ცოტა ხანს რა მოვიდეთ. კი, მეც ეგ მაინტერესებდა. თუ გამიერთდა ისე. ნა. ფანარი გამორთე შენს. უმოძრაო. არაფერია. აი, დაფიქსირე? კი. გაიგე ხო? კი, ის გავიგე. აი ისევ დაცემის ხო? თან ახლა უკვე აშკარად ქვემოდან ხო ეგრეა? კი. ქვემოდან გაისმა რა? აქედან იყო ზუსტად. ახლა რაღაცა დაიცემა რა ზუსტად იგივე ხარ. მეშვიდე სართული როგორც ვიხარე ძალიან აქტიური ზონა. ასტრალური არის აუ გავხსენე გაკუპო შეხედა. აი გაკუპო შეხედა. მოდი დაფიქსირე. უყურე. ჩანს ესე? ახ. შედაც მეგობრო. ამაზეა ლაპარაკი. ხელი მეშვიდე სართული. მეექვსეზე არაფერი არ აქვს. როგორ? აი ეს რა. კი. ვაუ, რა. ეს ყველა დამეწოდეს. ყველა დამეცადე. მე შესაძლოა აღარ გავჩერდე, ჩავდეს მეხუთეზე. კარგი. აი ეს არის მეექვსე არ გვაინტერესებს, ჩავდეს.
ასფალტური სიწყნარია შეხება. ბაცა. ისე ხმა იყო. არაფერი აქტივობა, ნული. ნული აქტივობა. ნული აქტივობა. ნული აქტივობა. აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. არ განსართულდება. აბსოლუტურად არაფერი. მოგილიყო რა? კი. აი, ბახ. ძალიან აშკარად. იმედია კამერას ვარგებ. ძალიან აშკარად იყო. ხო? ძალიან აშკარად იყო. ორჯერ. კი. ორჯერ ზედიზე დაცემის თქმა. ზუსტად ანალოგიურად. ერთი და იგივე ხმასთან გვაქვს საქმე. არაფერი. вообще არაფერი. არაფერი. მეცე სართული, საერთოდ არაფერი არ ხდება. არანაირი არანორმალური ზონა არა. აბსოლუტურად არაფერი გავიგე, ისე. გადით. ეს საერთოდ გავჩერეთ კიდევზე. კიდევზე გავჩერეთ, აბა ხმაც გავიდებთ. გამელოდე?
აბსოლუტურად არაფერი, 0. 0. აი რა არის საინტერესო. მეოთხეზე ჩამოვედი უკვე 0 აქტიურობა. 0 აქტიურობა. 0 აქტიურობა. ნოლი აქტიურობა. არაფერი. 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 ვაფშე არაფერი არ ხდება მეოთხე სამ. ჩავედით მესამეზე. შენობის მარჯვენა ფორმა. აი ეს არის ის ოთახი, სადაც პატარა ბიჭები იკრიბებიან. და აი ესე აქვს მოწყობილი რა ახალობა. ну რა ვიცი, თავისთვის ცდილობენ რაღაცის გაკეთებას და ანუ პატარა შტაბივით მოუწყიათ აქ, მაგრამ მატრიალი კამერა. ხო. ბიჭებო. აქ ამ კორპუსში მოხდა საზარელი მკვლელობა და მაინც და მაინც ამ ადგილზე ჯდომას და აქ შეკრებას არავის არ გიჩვევთ. გაითვალისწინეთ ეგ. თუმეტეს თუ ამ ვიდეოს უყურებთ მესამე სართული და პირველი სართული ძალიან აქტიური ზონაა და იქ კარგი არაფერი არ ხდება მესამეზე და არც პირველზე. ასე რომ ეგ გაითვალისწინეთ. არა სამ აბსოლუტურად ნოლია. აქტიურობა. ჩავიდეთ მესამე. 19%-ზე აგია. კაბელი მომონდა, ხანდა ხო? ხო. კაბელი. ხო. ხანდა ხო? ე. აი. ორგანგი. კაფშე. ხოდით. პოლისინი ყიდვისას, როდესაც ახალობას გახსნით. Sandra. ბატონო. ეხლა უყურე რა ზუსტდება ნერვება. ხოდი. შენობის მარცხენა ფთა. ზემოთაც, ქვემოთაც. არის ყველაზე აქტიური. ეგ რას ნიშნავს უყურე? შენობის მარცხენა მხარეს ზემოთ მეშვიდეზე მოხდა ეგ ტრაგედია, იქ დაიწყო ყველაფერი. და მკვლელმა გადმოაგდო შენობის ნახევარი რო გავყოთ და მარცხენა ფრთიდან დაბლა ეს ადამიანი. პირველ სართულზეც აქ არაფერი არ ფიქსირდება მარჯვენა მხარეს, მაგრამ პირობითად იქით ხარეს ზემოთაც და ქვემოთაც ზუსტად იგივე ანალოგიური სიტუაცია გვაქვს. ესე იგი აპარატი რას გვეუბნება, რომ აქტიური ზონები შენობის მარცხენა მხარეს ხდება უშუალოდ და არა მარჯვნივ. ესე ძალიან საინტერესოა, ნახეთ. იმიტომ რომ აქეთ ხარეს დასახლებული პუნქტია, მოდი ესე ვთქვა და კორპუსები პირდაპირ უყურებს. თავისთავად კვლელი მოერიდებოდა იქ რამის გაკეთებას. და აქეთ გამოიყვანდა, სადაც ნაკლებად
ჩანს კორპუსი. სადაც შედარებით მტკნარი. ოპა. ეცნებოდა რა თვალს მოვიდებოდა რა. კიდევ აქ განგაში. ზუსტად იმ ადგილზე უყურე, ეს უკვე მოძრავი სულია. მეგობრებო, ეხლა ხას დააფიქსირეთ, ხო? ნახეთ არა? არ ვიცი კამერამ გადაიღო თუ არა. პერიოდულად ის ჩნდება აქ, ამ ადგილზე. ძალიან ახლოს თან. ვიახლოვდება პერიოდულად, თითქოს მოყვება, მერე შორი ახლოდან ისევ გაგვერიდება, ისევ შორი ახლოს არის. მერე ისევ მოგვიახლოვდება. ეს ხო ფაქტია რა. ეს პირველი საფულია, სწორედ. საბინადროა და სასწავლი და მაგას ვეძებთ. იმიტომ ფაქტია, ვიახლოვდება პერიოდულად. და ნამდვილად გავს ეს გარდაცვლილი ადამიანის სულს და არავითარ შემთხვევაში ბოროტ ძალას, პირდაპირ გეუბნებით მაგასაც. იმიტომ რომ ამდენი ხანი რა თქმა უნდა უკვე რაღაც უნდა მოხდარიყო ესეთი რომ ეს გადაიგროვე. ანა ჩახედული. სადღაც კომუნიკაცია. Doreci wszystko? Nie. Wiecie co? Daję, hej. No ale ty to ო, მოხანდა. აი, თარეს ის შახტა. აქედან ახლა ზემოდან გადავიდეთ, მოდი. აი, ხედავს, სად ანუ საბოლოოდ აი აქ მოიყვანა. გვამი და აქ დაწვა რა. ეხლა ჩავიდეთ მანდ. აპარატი პირველ სართულზე გვიფიქსირებს, თან ძლიერად. ეხლა ჩავიდეთ. ჯერჯერობით მეტი არაფერი არ ხდება აქ. ხმები ისმის, მაგრამ პირველი ხმები არის ნამდვილად დაცემის ხმები. გამოცემით ვიფიქრე პირველი ხმები. მაგრამ არა. აი ეს არის ის ადამიანი. და აბსოლუტურად არაფერი ამ დროზე. პირველ სართულზე იქ. საინტერესოა რატო? მე მგონი მაგის პასუხიც მაქვს უკვე და ეხლა მოდი ვნახოთ და ვაჩვენოთ კიდეც მაყურებელს თუ რატო. რატოა ის სართული და ეს არა, უშუალოდ სადაც გვამი დაიწვა. არანაირი აქტივობა არ არის. არანაირი აქტივობა აქ არ არის და ნახეთ ეხლა რატო არ არის მაგას გეტყვით. აი მაგის გასაღები სად არის? წამოდით სანდრა. მოდივარ. დავუკვირდი მოდი. ხედავ იქით გადაიწყო.
საიდან უნდა შემოეყვანა გვამი? დაბლოკილია, ამოშენებულია. ხედავთ ხო? კარგად დააკვირდით. ამოშენებული, დაბლოკილი. იქა. აქედან გვამს ვერანაირად შემოიტანდა შენობაში. აქა, შეხედეთ. აქედან ვერ შემოახერხდა ვერც შემთხვევაში დააკვირდით უყურეთ 3 მეტრაზე მეტია სიმაღლე აქედან შეუძლებელი ჩვენ მაღვამით ასე ვერც აქედან შემოიტანდა არ არსებობს აქედან გვამს ვერ შემოიტანდა ვერანაირად Mahalia, estava falando fora do mundo. Porque chegamos aqui. Mahalia, chegou. Utraganoga შეიძლება ისიც. ანუ ამ სართულიდან გვამს ვერცეთ შემთხვევაში ვერ შემოიტანდა შემთხვევის ადგილზე, ანუ სადაც დაიწყო გვამი. მან სხეული არა აქედან, არამედ სწორედ პირველი სართულიდან შემოიტანა და შემდეგ აი აქ ჩააგდო. გახტაში. დიახ. როგორც ხდება, პირველი სართულიდან შემოიტანა გვამი, რომ ჩამოაგდო ეზოში, მას მერე და ეგ მოხდა არა უკანა მხარეს და ვერ მოხდებოდა მან და რატო ეხლა გეტყვით, წამოდი იქით გავიდეთ. აი რატო ვერ მოხდებოდა. გადაიღე სანდრა. კი. კორპუსი 1, კორპუსი 2. კორპუსი 3, ნახე რა ახლოს არის შეხედე კორპუსი. უყურე. ხედავ? კი. ეხლა მე თქვენ გეკითხებით. თუ ისე ვიაზრებთ, როგორც იმ შემთხვევაში კვლევ შეეძლო აზროვნება, მაშინ ვიტყვით, რომ ეს მხარე აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო იმისთვის, რომ ვინმეს შეემჩნია ადვილად. დავისთავად აქეთ არ მოხდა გვამის გადმოგდება. გვამის გადმოგდება მოხდა შენობის მარცხენა ფრთაზე, იქით მხარეს, ზემოთ. რატო? იმიტომ რომ იქ არ არის არც კორპუსი, არც სახლი და აბსოლუტურად არაფერი ახლოს არ დგას. დავისთავად კვლევი ამას გაითვალისწინებდა და გადმოაგდებდა იმ მხარეს, სადაც არ არის დასახლებული პუნქტი. ამაზე მე მგონი ორი აზრი არ არსებობს. ეგ იყო სწორედ ის პირველი სართული, ან გადმოგდებული გვამი პირველი სართულიდან შემოიტანა, შემდეგ გადმოაგდო უკვე შახტაში. ხალხი აი უყურეთ ახლა რა არის. კიდევ ერთხელ გადაიღე სანდრა. აი დამწარი ლეიბი, აგერ დამწარი ლეიბის ფრაგმენტი, აქ მოხდა გვამის განადგურების მცდელობა, რაც არ გამოუვიდა. როგორც გაირკვა, აი ცეცხლის კვალი, აგერ გამორული კედელი, ეს ყველაფერი, საწყალი ბიჭი, სწორედ აქ მოიყვანა ბოლოს. მაგრამ ჩვენ ხო გვაინტერესებს როგორ გააკეთა ეს ყველაფერი, ხო? კი აღიარებს და იძახის ესე გავაკეთებ, მაგრამ დეტალები გვაინტერესებს. დეტალებში მტკიცდება რა? ამ სართულიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით და შახტაში, სადაც მოხდა გვამის დაწვა, გვამის შემოტანა შეუძლებელია. არ არსებულია ერთი კაცისთვის საერთოდ გამორიცხული ამბავი. ამიტომ გვამის შემოღწევა, ანუ შემოტანა და აი აქამდე მოტანა даже აქ არც ანუ ვათრევდიო როგორც თვითონ იძახს, ამოვათრიო, ესე იძახს. მაგრამ გულისხმობს რას? აქ რა თქმა უნდა, ამას ვერ გააკეთებ, ვერცერთ შემთხვევაში. დავიდეთ აქეთ. შეხედეთ. რა თქმა უნდა, არც კიბეზე ჩამოიტანდა, ეგ გამორიცხული ამბავია, მაგას არ იზავდა არც ერთ შემთხვევაში. რატო? ეხლა დავიდეთ აქეთ.
აი ამიტომ შეხედეთ ახლა ამ ადგილს კარგად სანდრა შევხედოთ ხედავთ ხო აი ამ ყველაფერს აი რატომ არ მოხდებოდა იქ კიბეებზე ჩაყვანა ამდენი წვალება და რაღაც ეს არის პირველი სართული გვამი გადმოვარდა სწორედ წინა მხარეს კორპუსის სადაც არანაირი დასახლებული პუნქტი არ არის არც კორპუსი არც სხვა რაიმე შემდეგ მოგიდა ხელი გვამს და აი აქამდე ნამდვილად მოიტანა რაღაცნაირად არ ვიცი ეხლა ბეჭზე მოიკიდა თუ უბრალოდ მოაცრევდა საწყალ ბიჭს მაგრამ აი აქ მოხდა და აქედან გადააგდო შემდეგ გადააგდო აი აქ და ნახეთ ახლა რა ხდება თვითონაც იძახის უყურეთ თვითონ ამბობს გადავაგდე და ზემოდან დავაყარე ნაგავი ხო აი ფაქტია ნაგავი ზემოდან როგორ უნდა დაეყარა მეგობრებო ხო მოდი აი რეალურად სად გადააგდო და მე ნაგავი დააყარა აი აქ გადააგდო ნახეთ აი აქედან პირველი სართულიდან გადააგდო დააყარა ზემოდან კიდე ნაგავი და შემდეგ მოუკიდა ცეცხლები აქედან მოხდა ფაქტრიდან ვერ მოხდებოდა ის მხარე მაღალია აქედან ვერ ამოიტანდა გვამს ვერცერთ შემთხვევაში და ვერ წინამძღვრიდან მეთვალსაჩინოს აქედან ხო მithubetes შეხედეს უდაბლოკილია წინა მხარე აქედან თან ის ეხლა აქეთ რო გავიდეთ და ნახოთ ძალიან მაღალია ახლა ხო, ბატონო, არის ბატონო, მოდის ამ და ამბოდი აკეთებს. იქით რომ არ გავიდეთ, რა. ნახეთ რამ სიმაღლეა, შეხედეთ. კარგად დააკვირდით, ნახეთ რამ სიმაღლეა. აქედან როგორ უნდა ამოეტანა გადმოგდებული გვამი, გამორიცხული. უკანა მხარეს ხო საერთოდ მაღალია. ეხლა წინა მხარეს გავიდეთ. უყურე, საინტერესო რა არის. აბა, ნახევარი. აქ მხარეს გამორიცხულია. აქედან ტრანსფერია ხდება, რა ამოეტანა რა. აი საერთოდ ამოწა. აი გადასწრება აი. აქტიური. ვერტიკიდან. აი რა. ხედა. აი კიბე სადაც, ნახე როგორი დაბალია. აი გვამი არ გადმოვარდა. ეხლა წინა დაიბე, შეხედე. წინ. არანაირი დასახლება, არანაირი მოსახლე, არანაირი კორპუსი, არანაირი არაფერი, ნახეთ როგორი ის არის. მიყრუებული ადგილია. რა თქმა უნდა, გვამი აქ ჩამოვაგდო, დაბალი იყო, აქედან უკვე მოხდა ამ გვამის გადატანა და ჩაგდება შემდეგ უკვე სავარაუდოდ სწორედ ეს უნდა გაიარაღება. აი აქ. ეს როგორც თვითონ იძახის. ესე მოვათრევდი, რომ მოვათრევდა სწორედ აქედან. და ნახეთ ჩახტარა ახლოს არის უყურეთ. აი აქ გადავიდა. ადვილია. იქიდან ამოწანა გვამის და აქ გადაგდება. რატო უნდა დაეწყო? შალიქი აქედან მოდი სანდრა. კორპუსი დაყურებს თავზე, რომელი იდიოტი იზავდა მაგას, შეხედეთ, რამხელა კორპუსი იყურება. აქ არ გამოაჩენდა თავისთავად არაფერს, რა თქმა უნდა. აი აქედან. მოხდა გვამის გადაგდება. საბრალო ადამიანის. კი ბატონო. საბოლოოდ განწირვა. მაგრამ პარანორმალი რისთვის ვარ საჭირო ეხლა ვიძახი რეალურად ამ შემთხვევის ადგილზე. ჩვენ მოვედით რათა დაგვედგინა. ისმოდა თუ არა ყვირილის ხმები ამ შენობაში. იყო თუ არა რაიმე პარანორმალური აქტივობები და ასე შემდეგ. აი მაგიტო ამოვედით და არა იმიტომ რომ მე როგორც ექსპერტმა დამედგინა მკვლელობის დეტალები, ხო? რეალურად რო ვთქვა. თუმცა რა თქმა უნდა, ლოგიკურად და საზრიანად თუ მიუდგებით საქმეს, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რასაც ვამბობ. ფაქტები გაჩვენეთ. თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის, რა თქმა უნდა, ეს გამოძიებლების საქმეა, უკვე ეს დეტალური გარკვევა, მაგრამ რადგან აქ ვარ, ერთ სიტყვით პატარა გამოძიებაც გამოგვივიდა, ხო სწორია სანდრა?
მაგრამ რაც შეეხება თვითონ გამოძიების დეტალებს, რაც გაჩვენეთ, ფაქტებად, რომ საიდან, როგორ, საიდან არა და საიდან იყო შესაძლებელი, რომელი მხარე უფრო უკეთესი იყო იმისთვის, რომ თავისი შაუბნელი ეს კლუბის საქმე დაეხარა და რაღაცა უკვე დეტალებში იცით ყველაფერი. რეალურად, დიახ, ნამდვილად ეგრე იზავდა. მაგაში ეჭვი არ გვეპარება არასოდეს რეალურად, ლოგიკურად სხვა ვერაფერს ვერ იზავდა. წინა მხარეს რო გაეკეთებინა და ამდენი ჩალიჭა აუცილებლად შეამჩნევდნენ, ეგ გამორიცხულია, იმიტომ რომ წინ დასახლება და კორპუსია. უკანა მხარეა მხოლოდ მკვდარი ზონა და რა თქმა უნდა, კვლელი ამ მკვდარ ზონას გამოიყენებდა ფაქტების გაჩვენეთ და რა ვიცი, ეხლა ამ დრომდე ჯერჯერობით პირველი და მეშვიდე სართული გვაქვს და ფოსტორია სამ იმასე არის მეშვიდე სართული განსაკუთრებით აქტიური და პირველიც. ეხლა არის სადღაც ალბათ უკვე 4 საათი დაიწყო ღამის დრო და ამ დრომდე აბსოლუტურად სიწყნარე პირველ სართულზე ხედავთ სიწყნარია მეთქი ვიძახი და უცებ მოახლოვდა სულ დაინახეთ ხო აი ეს მოძრაობა აქვს რეალურად კი ბატონო სხვა არაფერს არ ველოდით რო გითხრათ სიმართლე ყოლობის ადგილი სწორედ ეს არის ეს კორპუსია ეს წარმოადგენს ზონას ყოლობის შემთხვევის ადგილს და რა თქმა უნდა სული მოძრაობს ეგ ვიცოდით მაგრამ ის რო ყურილისხმები ისმის და ასეთი რაღაცები ეგ გამოირიცხა ხო სწორია სანდრა არანაირი ყურილისხმი არ იყო თუმცა ხმები ისმის, მაგრამ არა ყვირილის, არამედ დაცემის, აი მძიმე საგანი რო დაეცემა, ასეთი ხმები. ისმოდა, ეხა ეგეც შეწყდა და აღარ ისმის ამ დრომდე არაფერი. ასე რომ დასკვნა რა გვაქვს? მოდი ესე ვთქვათ, პირველ რიგში ვიტყვი რომ ღამის 4 საათია, ანუ 3 საათი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეგ არის ღამის შუა ღამის პერიოდი და რატომღაც სწორედ აი ამ დროს ამ 3 საათის შესრულებამდე ხდება ხოლმე უფრო მეტად ეს აქტიური მოქმედებები, მაგრამ 3 საათმა ისე გაიარა, რომ მხოლოდ დაცემის ხმები ქონდა. ხო სწორია, სანდრა, სხვა არაფერი არ ყოფილა. მეტი არაფერი. პირველ სართულზე მანამდეც დაფიქსირდა სულის მოახლოვება, კი ბატონო, სანამ კამერას ჩართავდით და ვიცოდი რომ ეს ყველაფერი კიდე განმეორდებოდა და პერიოდულად მეორდება კიდეც, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყავს სული მოძრავი ყოლობის ადგილზე. თქვენც ნახეთ, არის და უდაოდ არის. მეშვიდე სართული ძალიან აქტიური ზონაა, მთლიანი სართული არის აქტიური ზონა. მეშვიდე სართულის და პირველი სართულის გარდა აბსოლუტურად სუფთა სხვა ნეიტრალურია ხო მოდი ესე რომ ვთქვათ იქ არ შეინიშნება არც მე-6-ზე, არც მე-5-ზე, არც მე-4-ზე, არც მე-3-ზე და არც მე-2-ზე. მხოლოდ და მხოლოდ პირველი და მეშვიდე სართული არის. ამას რა თქმა უნდა ახსნები ქონდა ჩვენ რაც აგიხსენით რომ რატო არის აქტიური პირველი სართული, იმიტომ რომ გვამი აქედან შემოიტანეს, ნახეთ, აქ დაიმახსოვრა ეს ყველაფერი აი ამ შემთხვევაში, ნახეთ რა მომდია ძალიან საინტერესოა ესაც რომ ყოლობის ადგილზე შემთხვევას ადგილზე ანუ თვითონ ეს გარემოება სეივდება რა ქართულად როგორ ვთქვათ ანუ ინახავს ინფორმაციას ხო ინახავს ინფორმაციას ფაქტები გაჩვენებს უკვე რა თქმა უნდა ამაზე მეტს აქ ყოველ შემთხვევაში და ეხლა ამ დროისთვის არაფერი აღარ არის უკვე მე გეუბნებით მოსალოდნელი ვინაიდან უკვე დაფიქსირებულია და გავლილი გვაქვს ეს რომ გავიგეთ რაც ხდება სინამდვილეში. ხო სწორია სანდრა? ნამდვილად მასე არის, გეთახმები ყველაფერში გიორგი. კი ბატონო, მაშინ დავასრულოთ ჩვენი გამოკვლევა, ვინაიდან უკვე ყველაფერი დეტალურად გადავჩხრიკეთ, რასაც ქვია და თქვათ არანაირი ბოროტი ძალა რომ აქ რაღაც ბოროტი მოძრაობს და რაღაც ეგ გამორიცხულია. გარდაცვლილი ადამიანი სული მოძრაობს, ნამდვილად შემილია ამის თქმა და დადასტურება და მეშვიდე სართულზე სადაც ეს ყველაფერი დაიწყო მძიმე ფორმებით, შემდეგ მოხდა გვამის გადმოგდება, ან უბრალოდ მაპატიეთ ჯერ ცოცხალი იყო ეს ბიჭი რომ ცოცხალი იყო, ცოცხ გადმოაგდო, უბრალოდ დაჭრილი იყო. მძიმე შემთხვევა დავარქვათ მეშვიდე სართულს, უმძიმესი შემთხვევა. და პირველი სართული სადაც მოხდა უკვე გარდაცვლილის შემოყვანა, შემოღწევა, ასე ვთქვათ,
და იმ რა ქვია შახტამდე, ლიტვის შახტამდე, სადაც მოხდა უკვე გვამის განადგურება, ანუ იყო მცდელობა. აი რატო არის პირველი სართულის აქტიური. მე მგონი ყველაფერს უკვე თავად მიხდებით. თუ რატო არის მეშვიდე სართული და პირველი სართული აქტიური. მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ჩვენ ნამდვილად სხვა არაფერი აღარ დაგვრჩენია. მე გეუბნებით როგორც ექსპერტი, რომ აქ სხვა სამუშაო რეალურად უბრალოდ არ არსებობს. ეს ყველაფერი უკვე დადგენილია. მოძრავი სულის, რა თქმა უნდა, დადგენილია. შემთხვევის ადგილიც ყველაფერი გამოკვლეულია და ვიცით, რომ აქტიური ზონა დარჩება. მე მაგას გეტყვით, აქტიური ზონა, რა თქმა უნდა, დარჩება. და ის რომ პერიოდულად ეს დაცემის ხმები ისმის, მაგას ვადასტურებთ, რომ ეგრეა, მაგრამ არა ყვირილის ხმები. არანაირად. მომეთანხმები სანდრასაც ვამბობ. კი, არანაირი ყვირილის ხმა არ იყო გარდა მძიმე საგნის დაცემის ხმა, რომ აი მართლა რაღაცა რომ გადმოვარდება და აი მძიმე საგანი რომ დაეცემა, კი ბატონო, ამას ვადასტურებ პერიოდულად ისიც 3 საათამდე მერე შეწყდა. მერე შეწყდა ყველაფერი. ყველაფერი შეწყდა. კარგით, მეგობრებო, ჩვენ დღე დაგვრჩენია რომ დაგემშვიდობოთ და დამიჯერეთ პარანორმალს წინ. ძალიან საინტერესო გამოკვლევები აქვს, ასევე ვინაიდან შემოსული არის ოჯახის საქმეები, სადაც გვატყობინებენ ძალიან მძიმე შემთხვევებს. ეხლა ამჟამად ის მოლაპარაკება ჩვენსა და მათ შორის. და ნახოთ, ახლა მომავალში ყველაფერი გალაგდება, დაიწყება და გამოკვლევაც მომდენო ვიდეოებში. ასე რომ დროებით ყველას მშვიდობიან. Alles Gute.